მოგესალმებით ტელემაყურებელო, დღეს 13 ნოემბერია და კიდევ კარგი ხუთშაბათი. თორემ 13 რიცხვი რომ იყოს და პარასკევი, ვერ იქნებოდა კარგი ამბავი. რატოვითომ? საშინელებათა ფილმების გავლენის ქვეშ ხარ თუ სრუმორწმუნე? არა. სრუმორწმუნე არა, მაგრამ წინაზე 13 რო პარასკევს დაემთხვა, გვერდი გაუშვი გაჩერებულ მანქანას და სადაზღვევო ცალკე შემაშინა და იმ მანქანის პატრონმა ცალკე. ამაზე მეტი საშინელებათა ფილმის სიუჟეტი რა გინდა? იცი რა დამიჯდა? საბედნიერო დღეს ხუთშაბათია და გინდა 13 იყოს, გინდა 53, მაინც ბედნიერი საღამოა, რადგან თქვენ უყურებთ ბადაგულიაშვილის და ნიკა არაბიძის შოუ. ჩვენ შოუს მუსიკალურად აფორმებს და კეიფისა და როსტარების ხასიათზე გვაყენებს ქსოვრალები და გიორგი შოსიკაშვილი. მადლობა. საინტერესო სტატისტიკით მინდა დავიწყო ამბების მიმოხილვა. ესე იგი 2025 წლის ზაფხულში საქართველოს 2,5 მილიონი ვიზიტორი ეწვია და ამ უცხოელმა ვიზიტორებმა 6 მილიარდი ლარი დახარჯეს საქართველოს. ძალიანაც კარგი, მაგრამ დახარჯესო ისე ამბობ, თითქოს მე მიყიდეს სამი ამ წვადზე დამპატიჟეს. მეც კი ვხარჯა უცხოეთში ფულს, მაგრამ კი არ ვუთვლი და კი არ ვამადლი. კარგია კაცო, მერე, ანუ გამოდის რომ ქართული სტუმართმოყვარეობა კაი ბარძგვალა 6 მილიარდიანი პროექტი ყოფილა. ჩემი აზრით, ამ 6 მილიარდიდან 5 მილიარდი აეროპორტიდან სასტუმრომდე მისასვლელად დახარჯეს. ტაქსი. 5 არა, მაგრამ 4 ნაღდი. თან ამ ტურისტებმა უკვე ისწავლეს ქართული სიტყვები. მაგალითად, რა ამბავია შეგაცო. ცოტა დააკელი ვალი ხوار გაგდა. რა ცეცხლის ფასებია და მსგავსი ფრაზები. აი ხლა დავფიქრდი და ამ უცხოელებს 6 მილიარდი ლარი საიდან ქონდათ? აი ეს არის საინტერესო. ალბათ ვალუტის ჯიხურებში გადაახურდავებდნენ აგერ ყაზბეგზე მაგალითად. რა პრობლემაა? ხოდა გამარჯობა შენი. არ გეუბნებოდი ქსოვრლების გვერდით ჩავდგათ იქ სადმე კარგი ვალუტის ჯიხური და მიგვიხედავ სეირანა ბიზნეს თქო? არ მიჯერებ ჩემო ბატონო არაფერს. კარგი ხო, კარგი, აცი დაგიჯერებ შეგენაც. კარგი, მიდი, ან მოდი, ცოტა მსუბუქ თემაზე გადავიდეთ. თურმე ერთმა ქალმა ორსულობის დროს თვალის ფერი შეიცვალა, რათა მის შვილსაც ცისფერი თვალები ჰქონდა. ამ ქალს ქიმიაში და ბიოლოგიაში ეყოლებოდა განსაკუთრებულად მაღალი ნიშანი. მომისვირე ქალბატონო, მაგას თვალის ფერის კი არა, კაცის შეცვლა უნდა. აჯობებდა ტვინის დაოჭები შეეცვალა. ბავშვი თუ არ დაემსგავსებოდა, თვითონ მაინც გამოიყენებდა და ნაკლებ სისულელეს გააკეთებდა. კი ბატონო, მშობიარობის მერე აწუკე შავთვალება ახალშობილის დედას უთქვამს. რა ვიცი, წინა შვილზე მოქალაქეობა შევიცვალე და შვილს იმ ქვეყნის მოქალაქეობა მისცესო და მეგონა თვალზეც იმუშავებდა. ისე საბანკო ანგარიშის ნომერი უნდა შევცვალო მე. რა იცი, რა ხდება? შეიძლება ხელფასი მომემატოს. რა ვიცი, ცადე რა მიდის შედი. გადავიდეთ შემდეგ ეზამათეზე. გადავიდეთ შემდეგ თემაზე. თურმე მალდივებზე 2007 წლის 1 იანვრის შემდეგ დაბადებულებს მოწევა ეკრძალებათ. მოიცა. შეგე კიდე კარგი ცოტა ადრე ვარ დაბადებული. მალდივებზეო და შენ რა შვაში ხრეთი გამაგებინე? მე შენ არ იცი ბალტა? მე თერჯოლის რაიონ ზემო მალდივებში ვარ დაბადებული. კარგი, ესე იგი 2007 წელს დაბადებულები ძლივს გაახდრეთ 18 წლისები და იფიქრეს, ბიჭო, ახლა გავაფუილებთო და ბრახ. არა უგრძალეს მოწევა. ხედავ შენ, რა უქნია ფატიმა აზიფას? ბიჭო, ვინა ფატიმა აზიფა? მაგათი გუგული, მაგათ. აგზალა ფატიმა. აზიმა. არა და
ჩვენთან მაგასაკში ხალხს უკვე თითები და ულვაშები აქვს გამუდლებული სიგარეტები. ისე შემოპათა მალდივებზე მაცხოვრე და მოწევა კი არა, სუნთქვა მიკრძალე თუ. ნუ 100 თვისია მოწევა მავნებელია და არ გინდათ გაანებეთ თავი. ახლა ვთქვათ რა დროს ეწევა ეს ადამიანი, ხო? როცა სანერვიულო აქვს. ხო და მალდივებზე რა აქვს ახლა რა საინტერესოა სანერვიულო. წამოწეკი და დაისვენი. რას უფშულუკუნებ მაგ საცისღორო. უფშულუკუნებ. კარგი. ეს ალბათ ჩაინიკას საწერილია, თუმცა იმერულია ამბავი. ვიზად მაინც და მაინც გინდათ ეს შლუკუნი თავიდან გაიგეთოს განმაჟება და 2006 წლის დეკემბრიანი დააწყო. უშლუკუნე რამდენს მალდივები და კაი ცხოვრება. იქით იყოს შემოპათა და დავანებოთ მაგას თავი და დედამიწის სიღრმეში აღმოაჩინეს უზარმაზარი ოკეანე. რომელიც 3-ჯერ მეტ წყალს შეიცავს ვიდრე ყველა ზედა ოკეანე ერთად. ხედავში და რუსთავში კიდევ არ არის წყალი. ორ სართულიანი ყოფილა დედამიწა. შენ კიდე მივტკიცებდი ბელეტაჟიაო. აი, პირველ სართულზე რამხელა ოკეანე ყოფილა თურმე. აბა ნეტა ზუსტად რა ადგილას არის ხო არ უთქვამს ვინმე. სოფელში ჭისამოჭრა მინდა და მაგ ადგილას დავარტყამდი პირდაპირ ლაპარაკს. ისი არ ამგონია ეგ ამბავი მართალი იყო ჩემო ნიკოლოს, იმიტომ რომ მისპინე სიარულისას ჭყაპურის ხო ხოლმე მისმოდეს. ესი არ არის? ო წყალი. მე არ ვიგზნობ არ მესმის. კარგი რა, მეცნიერები ხო არ მოგვატყუებდნენ შემოპათა ის. რა ვიცი. მეცნიერს კი არა, ძმა-ძმას აღარ ენდობა, მაგრამ ეგ თუ მართალია, მაშინ გასაგებია სათქრება ხოლმე სალინასკის სარეცხი მანქანი. სალინასკი კი არა, აგერ ბრიტანეთში ციხიდან კაცი სხვის მაგივრად გაათავისუფლეს და ვეღარ პოვიდა. იმედია შეცდომით სხვას არ იპოვნია და იმას არ ჩასვამე. ხო, იმედია ეგრე არ იქნება ჩემო კარგო. დაანემონ თავი პატიოსანი კაცი თუა შერცხვება და თავისი თავი. მანამდე არ გეტყიდა არაფერი. არა უშავს, ბრიტანელო მეციხოვნეებო. შეცდომა ვის არ მოსვლია, აგერ კოლუმბა ინდოეთის ნაცვლად ამერიკა აღმოაჩინა შეცდომით. ამერიკაზე გამახსენდა მართლა. თურმე ჩინელები საერთაშორისო ბაზარზე შესაწყიდად ეძებენ არა ქათმის ხორცს, აბა? არამედ ქათმის ფეხებს. გიყვარ შენ ქათმის ფეხები? საჭმელად მეკითხები? არა, სასიარულო. ხო, საჭმელად. ეს როცა. ნუ ახლა როგითხრა ახლა გიჟდებთ მე მაინც ბარკალი მირჩევნია თავის გადაგახსენთან ერთად ჩემო გიორგი. ხო და ჩინელებს ფეხები უფრო ყვარებიათ და გამოდის რომ ქართულ მეფრინველეობას ექსპორტის ახალი შესაძლებლობა ეძლევა. უფეხო ქათმები თუ დაინახოთ საქართველოში, ესე იგი ჩინელების ნახელავი. თუ მოგორავს ქათმები ძალიან უყვარს შორის მაგათ ნანახი მაქვს. როგორ ჩუპაჩუპსი ისე ჭამელი ქათმი. თან ქართულ ქათმის ფეხებს ბევრი გარბენი არ ექნება. აბარა, საქათმე მოსკინტლა საბუდარი, საქათმე მოსკინტლა საბუდარი. რა უნდა გაიგო? მაგრამ სად გვაქვს ახლა ჩვენ ჩინელების სამყოფი ქათმის ფეხები ვითხარ? იდეა მაქვს. 8 ფეხა რო შევაჯვაროთ ქათამთან და მე ნახე შენ ბიზნესი და მოგება. ქათამი რომ მოიწე. გეურები გენიოსი ხარ რა. არ წავალ შორს ჩინეთიდან და იქვე დავრჩები. საქართველოს ჩინეთში სადეგუსტაციოდ გამოფენაზე წარადგინა ხაჭაპური, გებჟალია, შქმერული, ჩაკაპული, ჯაგაბული, ქართული ღვინოები და გასინჯვაზე თურმე იმხელა რიგები იდგა. დიახ ბატონო, რა ხალხი ვართ რა, აგედა ჩინეთში და საქართველოში ჩვენ ვართ მასპინძლები. აი, ყველგან ასევე. მეუბნები რა, იქაური ჩინელები ამბობდნენ, იმიტომ აღარ ჩამოდია რიკოთის ავტობანზე სამუშაო წამოსული ჩვენი თანამემამულეები. რა გემრიელი კერძები ქონიათ ქართველებს. ანუ მოეწონათ არა? თავიდან თურმე ეჭვის თვალით უყურებდნენ ქართულ კერძებს, მაგრამ
როგაზი შემდეგზე ქართული გამოფენა ჩინეთის დიდ კედელზე გაიმართება ვიგიო დაიწყოს ახლა ისეც ნუ იზამენ ქართულ მეფრინველებს ქათმის ფეხების ბიზნესი რო ჩაუვარდეთ აბარა მაგათ მარტო უნდა გაასინჯო თორე ჩინელების გასაძღობი ხაჭაპური გემჟალია ჩქველული ჩაკაპული სადარი ან მომზადებას ეხუმრებს მაგარი ამბავი მაგ კიდე ჩემო პაატა წინა გადაცემაში რო ვისაუბრეთ იაპონიაში სამსახურში თუ დაგეძინა უფროსი გაქებს ესე იგი შრომით დაიღალეო ხო გახსოვს ეგ ამბავი კი მახსოვს ხო და უკეთეს გეტყვი აგერ იაპონიაში სამსახურის შემდეგ ტრადიცია ყოფილა ასეთი უფროსი სასმელს მიაწოდებს თანამშრომლებს და თუ არ დალევენ ესე იგი შეურაცხყოფად ირკვევა ტრადიციას ქვია ნომიკაი რა ქვია ნომიკაი ჩემი გადაცემის ჩაწერის შემდეგ არ დავიშალოთ ნომიკაი უნდა გავაკეთოთ ხარაიშვილი რა თქვი ვერ დალევ გაშვებული ხარ სამსახურიდან გაშვებული ო მაგრამ ისეთი უფროსიც არ უნდა იყო ხელფასის გადიდების ნაცვლად ვინც უდიდებდა თანამშრომლებს ისე რა უცნაურია წარმოიდგინე კაცი რო სამსახურიდან ბრუნდება და ცოლს ეუბნება სამსახურიდან გამომაგდესო ცოლი რო კითხავს რატომ ეს ეუბნება არ დავლია და გამომაგდო უფროსი როგორია ოდა ცოლი რო წელვის რატო არ დალიე შედალიე ცეცხლდა ნავთიო აუ გაიქნება არა რა გეუბნები ძმაო ოცნების ქვეყანა ეს იაპონია რა გეუბნები მე ანუ იაპონიაში სივში განათლებას და სამუშაო გამოცდილებასთან ერთად უნდა ჩაწერო რამდენი სვა ისე ჩვენთანაც იყო ეგ ტრადიცია თურმე ადრე მაგრამ მეორე დღეს ვერავინ ვეღარ მივიდა სამსახურში და ეგრევე გააუქმეს არაფერში მედი რო არა გვაქვს და დღეისათვის ბოლო ამბავი მარნეულის სასადილოებში ხორცის ფარში ვირის დნმ გამოვიდა პატა რა ხსენს ბიჭო ხმა მოიღე კაცო რატო კაცო რატო აი ფარში სოიო გაურიე კი ბატონო ქონი გაურიე პური გაურიე ჯანდავა ციციბურაც მაგრამ ვირი კაცო ვირი ვინა ხარ თქვენა ხალხი ხარ თუ ვირი კი არ უნდა ჭამო უნდა ისაკნა ამუშაო აბა ბიჭო საწყლები კახეთიდან შრომას და იმას გამოექცნენ რა გვია რა შიმშილს დაგრეკეს მერას შრომას და იმას კი არა რას გიტყვით შენ და არ ვიცი ესეთი ნიუსი მე არ ვიცი ხოდა გაუშვებენ ახლა ვიღაცებს ვირის აბანოში და ღირსიც იქნებიან ისე არ ამგონია ეგ ამბავი მართალი იყოს ამას წინათ მე თვითონ გახდით მარნეულში კარგი ქაბაბი ვჭამე და არაფერი იმას არ ეთყობოდა ვირის ხორცობით რაიცადი კაია მიდი გადაჭვეცე შეგარგუში მოგევლე ისე რაც მე და შენ ვირებზე ანეკდოტები გვაქვს მოყოლილი ხო მერე არ მივაგოთ მარნეულში ფარში აღმოჩენილ ვირებს პატივი სიმღერი მუსიკის თანხლები შევთავაზოთ რამე მაყურებელს აუცილებელიცაა მე თუ გითხავ თან კარგა ხანია ანეკდოტების სიმღერით აღარ მიგვიწვია ჩვენი მაყურებლისთვის მართალი ხარ აბა წავიდა ბიჭებო წავიდა მასწავლებელს კლასში ზურგით ჩიტი შეხავს ბავშვებს კითხა ჯიშიაო რომელი სამწუხარო და ვერავინ ვერ გამოიცნო დაუწერა ყველას დიდი ორები მეორე დღეს კაცმა უკანალი შეხო გამოიცან ვისი ვარო მშობელი ჯიჯიგია ეუბნება ბიჭიგია სოლიმ
მგონი ვიღაც სხვასთან მღალატობს ბიჭიკი ამ თავში ხელი შემოირდგა დაძვაკაცთან ამ თემაზე გამათობს მე თუ შენთვის სხვა ვიყავი არ მეგონა გაიგონეთ ხალხო რას ლაპარაკობს მიხო კალთან შარიშურობს თან განიცდის სოლმა რომ გაიგოს ოჯახს დამინგრებს საყვარელმა უპასუხა დამშვიდდიო ნუ წუწუნებდა ტვინი ნუ წაიღე ვერაფერსაც ვერ მიხდება შენი ცოლი ეკი არა აგერ მეც ვერ გავიგე კაცკარნახობს კაზინოში თუ თიკუში ყველა ციბრზე ზუსტად აქვს მორტყმული ბევრი ფული რომ მოიგო იქვე კითხეს ვის გაუყოფ კითხვა იყო რთული კაცი ცოტა ხანს შეჩერდა თუთიყუშმა დაფიქრდა მგონი ეს დედა მ***ლი პირველ ღამე გამოვლილი პატარა ძალი მგონი ნანობს რომ ამ კაცის ცოლია დილით ადრე აივნიდან გადახედა დაკბარს უთხრა რომ დამთხვევა ჰქონია არცაცია არცაცხილა მიახალა უი ეზოც რა პატარა გქონია ბიჭიკია ეკითხება ბიჭიკია სერაფერე ხარ კარგად მინდა რომ იყვე ბიჭიკიამ უპასუხა გაბრაზებით ხო ხარ ღირსი დაგიჯდე და მოგიყვე ბიჭიკიამ უპასუხა გაბრაზებით ხო ხარ ღირსი დაგიჯდე და მოგიყვე ლომატყეში მოსაქმება რომ აკრძალა შესუფთავე იყოს როცა გავალო შეირნობის დროს უეცრად ბუშენიშნა შეეკითხა აბა როგორ ახარო ხუთი დღე ვერ მოსკლიდე შიშისაგან ბუგი არა ძმაო ბეხურაო ორილოთი მიცვალებულს ღამეს უთევს ერთ მამკვდარზე თქვა რა კარგი ფერია მეორე თქვა კი კარგ ფერზე იქნებაო სამი დღეა რაც არ დაულევია პირველმა კი შეუსწორა არა ძმაო 4 დღეა რაც არ დაულევია Why me deda? Why me deda pagita tikuna? Ay me deda tawi me jo. Why me deda? Why deda? Dar chaki deda me ha? Twini. Oh twini. Sad khoda mere twini kartwels eჭიდავები შენ სადა გაკ twini. რამიდოდა ბიჭო აბა ბიჭო რომამ კი დავთიცი ხელი იმისთანა დამახეთ გადახერხში რუავდექი მოწინააღმდეგის მაგივრად მედოლეს ჩამოვარდა ბიჭო ეს ექიმიც დაბნეული იყო პირდაპირ კასტუმზე შემომახვია ეს არ ვიცი მე და ეს ქართველი რო შევერკინეთ როგორ იყო დავითაშვილი დედაბირო ულულოტანკი ხო ჩავავლე ხელი ქავარში და მეორე ხელი ჯოღაჟი რომ მოვკიდე მერე
აღარაფერი აღარ მახსოვს მერე რა და რაღაცა დამახსოვნება მაგრამ არ ვიცი ცოტა ყმახ ვარ გამირბის გვერდზე მე მეგონა მასე თუ გქონდა ესე ისე დამატრიალა და დამაგდო მეგონამ სად შევეცოდებოდი და მე ჩამეთვლი და მოგებას ვიცი მოპირილით რა ვიცი ესე რა მინდა რომ უთხრა ბიჭო ბაქარტული ესა ბიჭო ქართულის თუ არ მოყარება ცოტა შეღავდი არ უნდა მოგეცად როცა მიგდეს ლეკვივით ბრაზილიელი კაც სადაური ბრაზილიელი იავა თავის დაურტყი რა ის ბრაზილიელი ნუ ახლა ცოტა თეთრი და ფითქინა კი ვარ მაგრამ შენ ჩემპიონატამდე უნდა გენახე გერმა გამათეთრე თუ არა მე იმერი შევუყუბაში პელეს მიდა გოგო მაინც ყოფილიყავია შევიდოდი ჭადრაკზე მაგრამ მაგათი ნონაყავ ჭადრაკში გაფრინდაშვილი რა დგინდა რა აზრი გქონდა რავი რა ვიჯე მართალი ხარ შენ ბავშვობაში მე ჭადრაკზე მინდოდა შესვლა მაგრამ რა დგინდა ტანი არ გიწყობს ხელს შევამიყვანე შინაობას დაუღუპი ხარ მშობლებს აქტიურად ვიო ერთი შენ რა მინდა რა მოუხერხო ვიო ამ კარტონებს მითხარი ჩო მე მგონი ეს თევარი ესე დამჭა ხევით აი ხელგაჟლი რა ვიღებში დასმო გასამოვდი რაღაცა მოუხერხოთ ამ ქართველებს ხო ძიუდოში შევჭამეს თავისუფალში შევჭამეს ბერძნულ რომაულში შევჭამეს ძიუდოში ამასინად მოვიგე მე მსოფლიო ჩემპიონატი რატო იწახე და ქართველს მოვიგე დაჯილდოება რო დაიწყო მაგ დროს გამომაღვიძა ცოლმა ყინაღა მოუკანიცება იქ ძიჟივაიცმეცა დედიოგროზმედა დაუღუბიხარ ბიჭო დაუღუბიხარ ფაქტიურად ისე ვიღაცა მასწავლა ამას წინათ ჩემო ბრაზილიელო ნიკოლოს ხოსე მოფერე იგივეა ესე იგი ამას წინათ ჩემო ნიკოლოს ვიღაცა მასწავლა ქონე უნდა წაისვა ტანზე ჯო ხელი გაუსრიალდება მოწინააღმდეგე გეზღო და წავისვი მერე შევხვდი მერე ქართველს ქონ წასმული მერე გიშვალა რავე ძლივს გამოუასწარი მარილს მაყენდა და მჭამდა აბა იგაცი რო დარბოდა ტაფით ეკი უალბა არა ვიჯო არ ჭრის მაგის მაო მე ეგრე მეწევის ქონი თლიანად ტანზე ხოდა რო გამისრიალდა ფეხი ტატამზე ნახევარი საათი ვირბინე სალამდა მეცემოდი აი მე დედა ბიჭო ეს წელი ცუდად დავატყი რა რა დრო იყო ბიჭო სანამ აქ მოხვდებოდი შეჯიბრების მერე გულშემატკივართ არ ვიღებდი ხოლმე ფოტოებს და ახლა დამიგროვდა რენტგენის სურათები აბა იძახეს ნახევარ ფინალიდან ფინალში ვაპირებდი გადასვლას და ქართველებმა მესიაზე გადამიყვანეს ისეთი მოჭიდავეები არიან ის ქართველები პირდაპირ უნდა ინატორო რომ იპონზე დაგაგდოს აბა მეორე ვაზარ შეიძლება ვეღარ გაუძლო მარტო შეჯიბრების მერე ორ კვირა ნახევარი ვაბოყინებ თავის დაუნებურად რას გეტყვიცივე შენ აი ხომაგრა დამლეცა ძვალი და რბილი გამიერთიანა მთელი არმაგაცეთი ძვალი ყველა გაღუნულია გადაგიხდა რა დღეში ვარ გიხედავ არა ამათთან სუფრაზე დასალევა ჯდომას კინოტატამზე ყოფნებით შევდიება რა სიძა პურმარელი კარგი იცია ვინო კარგი აქვს და ასეთში დაგიდადედა შეოჯახა შენებულო ნაჭინავებზე რომ მიუჯდები სუფრას ახაც ხო გეჭინავებიან მერე იგეჭინავებიან დალიეო და მოუკვდი მე ამდენი გერჩების რაღაცა აი როგორ ავიცი მაღონებს შენი არ ვიცი ძმაოდე მე მაგის გამო ვარ ჩამოსული ტატამზე გორაობას კი გაუძლებ არა მე რო ქართულ სუფრას ჩაუჯდები ხოლმე რა ჯობია რა აქ არავინ არ მოგაგებინებს არც იქ არ მოგაგებინებს ყარასი ბედნიერი რა ვიცი ნუ გონია ჭიდაობა მობილო კეთილების გინევა და ყაყა მოხერხება და სისწრაფე ჭირდება პეჭზე რო არ გაადინო ტყაპანი მეგონი ცუდად აგვაქვს თავი დარტყმული და შეიძლება კაი პოეტიც კი დადგეს ჩვენგან
შეწერეთელი. ასე გამოაყოლეთ თითი აღეთ უაცადო თქვენ. კაია ის რითმაში გამოგვიდა. ამას ახლა მუსიკა უნდა და სიმღერაც გამო. მოდი ბაზი თუმღერი ვართ. პროფესიონალურად ვიმღეროთ ბიჭებთან და თავის მიკროფონები და იქნება აქ მაინც გამოგვიერთ აბა დავითაშვილი შეიმტერიეჭი და მიდი დროზე მოვჩეთ არ მოგვისროს გთხოვთ ბიჭებო დონი თავში ჭიდაო ბაზმობილო კეთილების კინება და ყალყანი ვაი მოხერხება და სისწრაფე ძირდება ბეწერო მარაგადინო ტყაბანი ქართველებთან არ გამოგვის ჭიდაობა ძალა და ძირს რომივით გაგაგორებს სულზე თავის თავადა ჯარი მასაც არ აიღებს რაც არ უნდა იტკინო რაც არ უნდა იბლებო და თუნდაც ტანკზე იყრინო რაც ჩემი საქმე არ არის შეშვი მართალი რას მიდიხარ დაბრკოლების საღმარცხლე პელეს ქვეყანაში გაზრდილი კაცი კოდრასავით მაგორავა და დამზე თავს დამესხა ისე როგორც ამაზონის პიტონი ერთი ფეხი გამომკრა და მითვალა იბონი ისეთ პოზაში დამაგდო დამამბრია გვერდები ახლა გადამარჩინანა ამის მერე ვჩერდები ჯუდოს მონოპოლი აქ ქართველებს ვერ იღისაცმაო მაგათ წაგება იპონებით ისე დაგახეთქებე ვერ მოასწრებ თვალის ნახამხამება ჭიდაობა არ იქნება ძალა და ქართველი სულ მაგარია ჭიშადა და გვარა და გონი საერთოდ არ აქვს სამუხრუჭე პედალი თვითონ უნდათ რომ წაიღონ ყველა ოქროს მედალი წაიღონ კაცო ჩემო ძირფასებო სანამ ჩვენ დღევანდელ არაჩვეულებრივ სტუმარს წარმოგიდგენდეთ ჩემი ნიკოლოზი მე კიდევ ერთხელ შეგახსენებთ რომ თქვენ აუცილებლად ყოველ შაბათ-კვირას უნდა უყუროთ კომედია არხს საღამოს 8 საათზე რადგან იქ გადის თქვენთვის საყვარელი სერიალი მიხო და მარო ძალიან მაგარი სერიალი გველოდება წინ ახლა კი ნიკოლოზ ახლა კი მინდა ჩვენ ძვირფას ტელემაყურებლებს შემოპაატა წარუდგინო უმაგრესი სტუმარი თან ხوار გავიქცეთ რომ გამოვაცხადოთ ოღონდ ფრთხილად და ღივილიანი სახით უნდა გამოვაცხადო ვაიდა რამე არ ეწყინოს კი მოკლედ ქართველი უმაგრესი კაცი ბეჭდაუდებელი ფალავანი სოფლიოს 9 გზის და აქვე დავაანონსებ რომ მომავალშიც არაერთ გზის სოფლიო ჩემპიონი ალექსი დავითაშვილი ეს გადაუკარია ეს გადაუკარია რომ დაგწუნებოდა რა უნდა გვექნა აი შემოსვლამდე 2 წუთით ადრე მეუბნება აი მუსიკას რომ გავიგონებო აი ტაისი ჟურნალისტი მართლა მივლის მინდა გაიდი ხადია ვისრომდა მეგობრობ თუ არა შეიძლებოდა ჩემო ძირფასებო მინდა კიდევ ერთხელ სანამ საუბარზე გადავალთ მეცხრედ გახდა მსოფლიო ჩემპიონი და მიულოცოთ ჩვენს ფალავას ჩვენს მას და სამაყო ქართულს შეგენაცვალე კაიხარი ესე იგი მე მინდა ვთქვა რომ ჩვენი გადაცემა შინოდესაც შენ თქვი იქამდე ერთი ნაბიჯი გვაკლია მაგრამ შენ სიტყვის კაცი რომ იყავი ყოველთვის იცოდი მაგრამ დიდი მადლობა მინდა გითხრა რომ გავხდები ჩემპიონი და სხვაგან არ წავალ და რომ მოხვედი ჩვენთან ოქროხ მადლობა თქვენ დიდი სიყვარულით
ძალიან დიდი ხანია ძმაკაცო მეგობრობ თქვენთან და რავი სულ მიხარია თქვენთან მოსულა და რაც დაგპირდები შევასრულებ აუცილებლად. ჩიტოვიც კიდე ურეკავენ, აბა უთხარი რას იზავსო. რას იზავსო. იქიდანაც ველაპარაკე. ალექსანდრე, შეგენაცვალე რა, ძალიან კიდევ ერთხელ მინდა როგორ შეიძლება მაგ დროს ქართველი კაცი რო ხარ და არ იყო ამაყი რა და მოკლედ მაგარი ერთი დუჟინია ხო თუ როგორ ითვლიან იმას 8 წელი სახელურიანი სკამი გადავაკეთე სახში ტაბურეტკად სახელურად მომტეხნერ ნერვიულობი ეხლა ის კადრი რაც ნახეთ ფინალური შეხვედრის გასაგებია მაგრამ მე ვიცი რომ ეს ადვილი არ არის ყველაფერი ეკება მოგვიყვერა რა განცდები რა ხდებოდა მაყურებელსაც აინტერესებს ახლა ჩემო პაატა როგორ არის იცი ჯერ მივესალმები დიდი სიყვარული თქვენ მაყურებლებს ჩვენ გულშემატკივრებს ამას რო არა უგზნობდე მე ესეთი ძლიერი არ ვიქნებოდი კი ბატონო ბრავო ჩვენ სულყვას მაყურებელს ძალიან დიდი მადლობა თელ საქართველოს ესეთი გულითადი ბოლოცვისთვის და დიდი სიყვარულისთვის ესე იგი პისხოთაშორის მინდა უცებ ჩაგიწერო პირველი სტუმარი ხარ ვისაც ეს სავარწელი პატარა აქ რაც შეეხება ეხლა ჩემ ჭიდაობას ჩემო პაატა ჩემო ნიკა რაც უახლოვდებიათ ეს არასდროს არ ყოფილვარ ეხლა ვიც მიცნობს ვისაც ჩემი ჭიდაობა უყურებია არასდროს რომ ადამიანს რომ მომიგია არასდროს არ გამხარებიან ხელების გაშლა რაღაც და აც რომ უახლოვდები ეხლა რაც ხალხს შეუპირდი თანიკაც უგითხესო ეს ზიგაროკანო გუშინაც კი თქვი რომ ეს ზიგაროკანოს თასი არის რა რო ზიგაროკანო არის ადამიანი რომელმაც ეს ძიუდო შექმნა და ვინც 10 ჯერ გახდება მსოფლიო ჩემპიონი ამთა საძლეველი ხო და სულ სამკაცა აქვს მსოფლიოში და მინდა რომ საქართველოშიც ჩამოვიტანო და რაც ამაც უახლოვდები ნერვიულობა მატულობს რა დაძაბულობა მატულობს და რავი ცოტა საჯების ალბათ გადათარგმნილი აქვს იქაც საცრა უნდა 64-შივე ჩემი დევიზი არ არის და ამარ გადაუხარებია და ვატყობ უკვე ხმა არ უნდა ამოვიდე აი იცი რა მაინც არ უნდათ მეათეთ რო გახდება აი და მაინც არა სხვათა შორის შარშარ მითხრეს რომ გეყოფაო და ასე გითხრეს ხმა არა ეს ვითომ ხუმრობით მაგრამ ხო ვატყობ რომ ის უნდა ეხლა ჯერო სოფლიო ჩემპიონი იყოს ქართველი ხო წარმოიდგინე იცი რა აი კონკრეტული მიმართულებაში შეიძლება არა მაგრამ არ ვიცი ასე მაგრამ ყოველ შემთხვევაში არ ვიცი ეს ჩვენ შემთხვევაში ყოველთვის მესმის ქართველების მიმართ რაღაცა ისე არ არის ხოლმე მსაჯებიდან და რატო ხდება რა არის იცი თუ იაპონელებიც ასე ამბობენ არა ყველა სხვათა შორის დავაკვირდი ყველა ეხლა ყველა თუ არ ვიტყოდი პატამ საცრა უნდა 64-ში მეთქი რა ხო ბიზნესი გქონდა რა არის ახლა ეს ასეთი ზოგადად მიდგომა რა შეიძლება როგორ ვთქვი ყველას თავის სიმპათია აქვს ალბათ რა საერთოდ თუ არსებობს მოჭიდავე აი ახლა გამიჩნდა ეს კითხვა სოფლიო მასშტაბით ვიზეთ თვითონ მოჭიდავეები ამბობთ რომ აი ეს მოჭიდავეებს საჯებს მაგრა უყვართ და უეჭველი მიცემენ რა არა შეიძლება როგორ არის იცი ხო არის ადამიანი ხა მაგალითად არის საჯები რომლებსაც უყვარვარ არის არიან იქ საჯები მართლა რომლებსაც უყვარვარ და ერთი არასდროს არ შემხვედრია ისეთი ჩემთან რა რომელიც გახსოვს სოფლიო ჩემპიონატის ფინალში გადასასვლელს მაისურაძე ჭიდაობდა ერთხელ გერმანელის გერდა ბოდიში და პირველად რო შევიგინე რა კი მახსოვს გამოვედა სოფლიო ჩემპიონატის ფინალში შარშან ეგარ დამბიჯდა საჯა გერმანელი იყო მეთქი ხო არ უთხრეს რომ შევა ყველაფერი კარგად დამთავრდა იყო ხო იქ რაღაცა პატარა ნერვიულობები იყო ნერვიულობა პატარა ნერვიულობა კერა ძალიან დიდი ნერვიულობა ვიც მიცნობს და ვიც იქ უყურა იმ შეხვედრას და ტელევიზიაშიც იყო აი ხო სულ გაოგნებული ვიყავი არ მახსოვდა პატა მართლა არ მახსოვდა ნიკა რომ ეს შეჯი რო ესე ხელები ამიწევია მაღლა და ხო რაღაც განსაკუთრებულად ემოცია და მე რომ მითხრეს და რომ აჩვენეს მე იმიტომ იმ ხელე ემოციაში ვიყავი რომ ეხლა როგორია ამდენი მომზადება ბევრმა ხო არის ეს კომენტარებს ავკითხულობ რომ გაუჭირდებოდაო მართლა გამიჭირდა
მეცაც ვერ ხვეწებოდი და რა ვიცი უკვე რამდენი წლის ხარ ახლა 51 წლის გაგიჭირდებოდა ხო არა რა თქმა უნდა გეთაქვები ახლა მართლა ყველა მაინც რა ენაღლება ჩაიცვა და წავიდა ასე არ არისო რამდენი ვარ არა ეხლა რიკამ კი იცის ახლა ამდენი საძმა კაცო ყავდა ზარასდროს რომ ყოველ წუთში ღმერთმა ბევრი მისცეთ კაცოს რესტორნებში და იმებში რამდენჯერ დაურეკეთ მე იქ არ წავსულვარ ხო ნუ 24 საათი ვარჩო და ძალიან დიდი შრომა ეხლა ეს არ არის ერთი თვით შემოპატა და ორი თვით გამოხვიდე და ორი თვით მომზადებული სოფლიო ჩემპიონი გახდა ესე არა როვეუნები და ნესტორი ხერგიანი გამოვიდა კაცი არის ოლიმპიური მეორე პრიზიორი სოფლიო და ევროპის ჩემპიონი ჩვეულები გამოვიდა ევროპის ჩემპიონატი წააგო და რო დაურეკე და გვერდში დავიყენე და ერთად მოვემზადეთ გამოვიდა სოფლიო ჩემპიონი გახდა ნესტორიც ხო ესეა თუ შრომობ და იშრომებს და თუ არ იშრომებ ეხლა გამოხვიდე ვეტერანები არა 2500-ზე მეტი მონაწილე იყო პატა და 70 ქვეყანაზე მეტი ნაკლები არ იყო და უძახე ვეტერანი გამოდიდა უძახე ვეტერანები ეხლა მე ვიცი ქართველმა ბიჭებმა 5 შეხვედრა მოიგეს და медали ვერ აიღეს კი ბატონო ერთ დღეში რომ 7 შეხვედრას იჭიდავებ და 5 მოიგებ 2 წააგებ შენ დაუძახე ვეტერანები რა რა თქმა უნდა იცი რა მოგოთ ეს დამსახურებაა ჩვენი მხრიდან ეხლა არ მინდა სხვანაირად გუშინაცავ თქვი დღესაც გამეორდები რომ ჩვენ ხელისუფლებას ეს პრემიები არ დაეწესებინა მე გეუბნები ესეთი აჟიოტაჟი არ იქნება საქართველოში რა გაუმარჯოს რა თქმა უნდა სტიმულია და ის არის რა თქმა უნდა ეს ხელი შეწყობაზეც დიდია და დიდი იმედი მაქვს რომ კარგად ნათამაშებ როლებზეც დააწესებენ რა დააწესო რაც კარგად აქვეყანებს ვაი ანეკდოტზე იყოს პრემია ცოტა შენ აიც ამბი დამეკით ეხა ეს შენ 10 რო ყველა მიჩე და შენ რო გინდა ჩათვალე რამოდენა გულშემატკივარი ვარი ყავს ჩვენებურად გამომივიდა თქმა ხო დაინახე რომ აი რომ 10 უნდა დაამგვალოს ჩვენმა ბიჭმა და მე როგორ აგაქვს გადაწყვეტილი გეგე სულხანიშვილი რო ეტყვის ხოლმე ლურსმაზე უნდა დავკიდო მე თუ აგძელებ რამეს მე ჩემი ცხოვრების წესია ამას ვერ შევცვლი არა მე რა გაკიდია არა გავყვები და გავყვები ალბათ სანამ რა აბარა ხავენ არ მომკლავენ არ რაღაცას მიზავენ რა ვიცი გავყვები არა ეს მიყვარს ეს რა მიყვარს ყველა ეს ძალიან აი თქვენ შემოგევლეთ სულ ყველას მე ამითავ ცოცხლობ აქამდე ხო არავის არაფერი მოუწია ამითავ ეგენი რეკავე წაიგე თასიო აღარ ჩამოხვიდე ხალხი დაფეტებული და ამითავ ცოცხლობ ჩემო პაატა ამითავ ვარ ყველაზე ბედნიერი აი სრული ამ სიტყვის ნიშნობით ვინც მიცნობს სახით მიმიკებითაც მე მიხვდება რომ ყველაზე ბედნიერი ვარ მაშინ რომ ყველაზე მაღლა ვეწევი საქართველოს დროშას გენაცვალე მე ამარა ამითავ ცოცხლობ და ცხოვრობ მე ეს საქართველოსა რა ვიცი თუ ჯანმრთელობაში ხელ შემიწყობს მე ვატყობ შეგიწყობს შენ ხელ ღმერთმა დიდხანს სულ როგორც წეგან აღნიშნე ალექსანდრე სულ 1000-ანი არის 4 4 ხო 4 და სულ ანუ ინასარ არ ტყავს ხოლმე ჩიტოვიჩი არ ტყავს ხო და მოიგებს აბარა წეგან პაატას კითხვის გაგრძელება ანუ ეს ახლა ყველაზე მეტი ანუ ის აქ 10-ზე გაჩერდნენ თუ არა არიან ერთ რინერია აზერბაიჯანელია და ჰოლანდიელია რაჯამელი და კოპეა რა ეს სამსა აქ 1000 როგორ რაჯამა და კოპე როგორ ჩვენი შეირანა და ზაზა მონუმენტია ზიგარო კანოს ძალიან ლამაზია რა ანუ არ ძალიან დიდი არ არის მაგრამ კარგია და ზედაწერია ვინც ათგზის სოფლიო ჩემპიონს ხო ანუ 11 ჯერ არის ვინმე 12 ჯერ თუ არა მე ხო ვთქვი რომ რეკორდი უნდა მოხსნათ ხო აბარა კაცო მაგას მე შენა მე გული მიგძნობს ისეთი რეკორდი უნდა მოიხსნას რომ საქართველოში უნდა დაარსდეს სოფლიო თასი ამათენს თუ მოიგებს ალექსისთან წაიღებენ მერეო რა და იქნება მაგარი იქნება პატარა იცი 30 წლის მერე ახლა მე და შენ არ ვიქნებით აქ ალბათ წამყვანები სავარაუდოდ მაგრამ ალექსი როა კიდე სტუმრად და მოვიგე 47 სოფლიო ჩემპიონატი ალექსის კიდე რა მაგრამ 30 ძალიან ბევრი ხარ მოგინდა შეიძლება ხვალზეგაც არის ვიყოთ ჩვენ არა ჯვარი წერიათ რასიძახ წამყვანებზე ვიძახით თორე ჯანმრთელად წამყვანები რა თქვენ ყველა ლამაზებთ რასაბობ სტუდიაზე რასიძახ იცი რა მომისმა ეხა კარგად ყურში ლოთური კითხვა უნდა დაგესვა არ ძალიან პატარა არის არ ძალიან დიდიო და კარგად ჩადის ეთქვა იტაში კახეთში რომ ჩაიტანე თორე თასები ძალიან ბევრი მაქვს მონუმენტი ჩვენთან მე მაგას ისე ამოჭრია
ლამაზად ხოხდათ ვინც დანიოს იმისი იყოს კარგული საზმაკაცო ყო მოუდება აბა რა შენ რომ ამდენი გაგწალები და რომ მიაწერე ვინც დანიოს წაიღოს რა წაიღოს 10 წელიწადია 10 წელი რა დავალურჩი რა მეტი ძმა თელი ცხოვრება არა 10 წელი რომ მოიგო 10 წელი დავალურჩი რა გვარი სოფლიო ამის გულის დანიოს წაიღოს აი შენი მეტოქე ფინალისტზე მინდა ორი სიტყვა თქვა რომ ქართველები ჩვენ ხო პატივცემთ მოწინააღმდეგეები და როგორც გავიგე ორი სიტყვა გავცვალეთ და მითხარი რომ კინასავით იყო ეს გადასასვლელი ფინალში გადასასვლელი ხო ერთადერთი რომელსაც ბრაზილიელია და სხვებს რო ვეჭიდავები ხელს რო ჩავალებ კანკალებენ ხოლმე და ეს რა ვიცი ბეტონებით იყო ხო არა არიანი ბრაზილიაში ყავა ყავა თუ ეგეთი მაგარია რა რა ყავა რო გადაუხუხავ იმ კაცითელს რა ყავა მოერევა და იმ კაცითელმა დაახეთქა თან კარგი ხა ნუ როგორც ყველა გარკვეულ სპორტში ჭიდაობათან თავისთავად გასაგებია ინდივიდუალურად და ალბათ თავიდან ბოლომდე შესწავლილი ყავდი მოწინააღმდეგე ესეთი აი ხო კიდევ ვიმეორებ რომ ესე მე არ გამხარებია თან არც მახსოვს აი ისიც რომ მიყავს ხოლმე რეპორტაჟიც რომ მიყავს ხოლმე ხო ბევრჯერ არ მახსოვს რას რომ ემოციურია ხო ემოციური ადამიანი ვარ და რა ვიცი მე ესეთი იშვიათი ძალის პატრონი რა და აი იცოდა შენი ფინთები ადამიანი ხარ საძეც არის დამოკიდებული მაინც არა თქვა ყველაფერი არა რო ჩამავლო ხელი ახლა არასწორად მე რო ჩამევლო უცე მომხსნიდნენ და მასე რო კაცხელს ჩავავლებ ვერც ვერ გამიკეთებს ვერაფერს რა რამდენი წლის იყავი სუპირულად რომ მიხვედი ჭიდაობა სუპირულად ვიყავი ახლა ოჯახში ჩემი ძმები ჭიდაობდნენ და მაჭიდაობდნენ 6-7 წლის 6-7 და წვეტა არ ქონია წვეტა მქონდა 1-3 წელი რა იმ დროს რა ხო ხო გასაგებია მაგრამ მაინც ძირითადად ჭიდაობა რა თქმა უნდა მიყვა ხო აი ხო ვიძახი რომ რამდენი ხანია ეს არის ჩემი დღეს ხო გაუბრაზდები და ვიტყვი აი პა ბევრჯერ ყოფილა ბევრი მივარჩია და რა თავს ვიკლავთ რა ძალიბად გათენდება მეორე დღე და ისე ვიქნებდიო აი რა მაინტერესებს ესეთი კარგი კითხვა აქვს პროდიუსერებს მომზადებული ხა მეც დამაინტერესდა რა ცნობილი მოჭიდავეებიდანო ესეთი კითხვა ირლანდიიდან ვისთან იჭიდავებდითო ძველი მოჭიდავეებით შეგიძლიათ თქვათ მაგალითად კულაგლდანელი კოსტამაესო გობი არ ვიცი ვინც აი მაინც რაზე გიფიქრე აუ ხნეტაი გამო ვისთან გინდა რომ გეჭი რავი ზოგადად დიდები მიყვარს და კანდელაკთან ვეჭიდავები სანდროსთან ნაფიქრი გექნება რა სირმა არა ძალიან დიდი რო იყო და ძალიან დიდი ფიზიკურად ძლიერი იყო ყველაზეო და რა ვიცი ხო გაინტერესებს ხო გაინტერესებს ძალიან ძლიერ ძველთან ფიზიკურ ეხლა ფიზიკური ძალა არც მე არ მაკლია და არა იცი რა მითხარი აი მოჭიდავეების დიდ ოჯახში ყველაზე ტექნიკური ვინ ითვლებოდა დიდებიდან აი ტექნიკური მოჭიდავე ყველაზე ტექნიკური ხო აი იცი როგორ ძალა შეიძლება მეტი ქონოდა მაგრამ ისეთ რაღაცას აკეთებდა ილეთებს რომ ქართველები დიდები თუ აი ჩვეულებრივი მეებში ნებისმიერი ეხლა ვერ გავექცევ ერთი იყო ლადოდგებუაძე რომელიც 71 კილო იყო და ესეთი ტექნიკური მოჭიდავე მე ჩემი თვალებიდან მაგარი ხო არ გამოდის და მეორე კიდე ზვიადაური რა ტექნიკური რასაც რა თქმა უნდა მაგარი რა თქმა უნდა ხა ყველა ტექნიკური ხახალეიშვილი ახლა კაცჩავლება არ აქვს და ოლიმპიური ჩემპიონი გახდა ძიმეწონაა და ისე გახდა ოლიმპიური ჩემპიონი ჩავლება არ ქონდა ისეთ გდებებს აკეთებდა რა შენთან რაღაცა ეხლა რო უყურეთ ამ ვიდეოს რაღაცა ჰოპ ესე რაღაცა კეგლივით აცურავე პაკეტიკიდა ქართული წერია ხო ეს საიდან მოიგო ეს არ იყო შენი ამბავი ეგ არ იყო ჩემი ამბავი მე სულ ყველა არ ელოდებოდნენ სულ ყველა იცის რომ ჰარაიგოს ესე იგი გარეფეხს ქართულად ვაკეთებ თელმა სოფლიო და არავინ ხელი არ ჩამავლებინა და ქართულად რა ქართული წერვა მოუმბოლო მოუმტავრე კი პირველი ვინ დაგირეკა თუ გახსოვს პირველი დამირეკა ჩემმა შვილმა შეგინაც მე გამიკვირდა იმიტომ რომ
17 წლისაა და რომ ვეუბნები ჭიდაობაზე წამოდი მეთქი, ჭიდაობაზე არასდროს არ წამოსულა, შეც მე ყოფილი მოჭიდავე ვარ, აინტერესებს. ეხლა დამირეკა თანცრებლები ესეთი სიხარული, რამდენჯერ მოვიგე შეშიმრი და ერთხელ არ დაურეკია და მაგითაც ემოციური იყო, რომ მოვიკითხო გაკეთე. ეხლა ჩვენ მაინც ჩვენი გადაცემის სპეციფიკა იცი რა. მე რა თქმა უნდა, ძალიან ბევრი წარმატებაა. ჯერ ესეთი მართლა გუწფრელად გეუბნები ძალიან ამაყივა რომ ჩვენ მეგობრობთ. და საერთოდ ყველა ჩვენი ქართველი სპორტსმენი მოჭიდავეებთან მიმართულებაში ქართველები მაინც რაღაცა სხვანაირად ხო ჩვენი ამბავია და ყველა ბიჭებს იმხელა სიხარულები აქვთ, რა ვიცი, რა შორს წაგვიყვანს გვარების ჩამოთვლა, ორი გადაცემა არ ეყოფა, თორე დიდი სიამოვნებით. აი, მაინც ისეთი რაღაცა ხო არ გადაგხდა, მიდიბოდიში რომ მიდიხარ, რომ ახალია და არავინ არ იცის რა, რომ ეხლა კი შეიძლება სასაცილოა, მაგრამ ნერვები რომ მოგეშალა მაშინ რა რაღაცა ამ ფრენის დროს, ან იმის დროს, ან ამის დროს. ან თუნდაც იგივე მსაჯებთან ურთიერთობა თუ რაღაცა ამნაირ ხوار. უნდა შეთავაზო ხოლმე. წამო დავლივოთ კახეთ, ჩამაიყან. ჩამოლალი აქა და დაუხდებით ბიჭები. ისე რა საინტერესოა რომ დაპატიჟო თუ წამოლებს თაჟ და კოლეგია. როგორ დამინახავე თუ არა საფერავიო და ვერ გავიგე. არ ჩაგაგდა, იმიტომ გიშლიან. მე გაგატან ეხლა 5 ლიტრიანს მიგზავნიან. ჩემ მეგობართან ვაგზავნიდი და იქ გავაგზავნოთ. ნახდი ხაშმი. სულ ყველა ვინც მიცნობს ჩემო პაატა ჩურჩხელებითა და ღვინოებით მივდივარ სულ. ჩოხები მერე მიპაკ, ჩოხები. შეკენა. ბაროები მერე მიპაკ, ბაროები. იციან ესე იგი ჩურჩხელა გეუბნები. აი მე ის საჯი ვიტო იყო ერთო არ შეხვდა იბა ჩურჩხელა და გადაიერებოდა. შეიძლება იმას მართლა არ შეხვდა. პირადად გაგადა ბებია ჩემისას ორცავს ჩამოკიდებულს გძელებს აკეთებს სტრიმისას რა ქვია ნიგზისას. არა, ბევრ ჩურჩხელებს და ბევრ ღვინოებს მართლა ყოველთვის ამერიკაში ოწაველი შარშან 40 ლიტრა ღვინო წავიღე და 100 ჩურჩხელა და მეტი რა გავქნა საფრანგეთში ხო ბიჭებს უნაწილებ ხოლმე რომ დამინახავენ ამათ ეხლა ოროლი ბოთლი ეხლა 52 კაცი ვიყავით 53 კაცი და ყველას ოროლ ბოთლს უდებ ხოლმე ეხლა ისე ვისაც ოღონდ ისა აქვს პატა ვისაც ბარგი აქვს ნაყიდი ვისაც არა აქვს მაღლა არა ტაინებენ ზოგი ისე მოდის რომ ხო ერთს გავატარე და გუშინ ვარჯიშზე მომიტანა იქ არის შემობატა ინესო და მე ვუთხარ ვერ დალი ეს ადგა მოგაგჭერთან ეს ორი ბოთლი შეგენაცალი იცი რა მითხარი ეხლა ამ სიტუაციაში საფრანგეთში რა მაინც ხე რო გიყურებ კრუასანის კაცი არა ხარ რა ჩამდი იქა სხვათა შორის კრუასანები მეორე იყო და კრუასანზე გული არ არა ხო თუ სადგეცალდა შენ მაგისთვის არა ეხლა საჭმელი ხო უნდა ჭამოვა რა ხო იქ წონის ამბავში როგორ არის ხოლმე არა ჩვენთან 100 კილო შემდეგ ძიმეა ძიმე წონეს პრობლემა არა გვაქვს არანაირი პრობლემა თან იქ არ გაცუქებს ეს ხორცი აქედან რომ ჩავედით ეს შეჯიბრი რომ დამთავრდა ჯერ რომ ვცოდნოდა რომ 300 კილომეტრი იყო წასასვლელი ნახდათ არ წავიდოდი პატა ხე რომ მეუნები ერთი ქართველი კაცი 71 წლის კაცი ნაცში 300 კილომეტრი იყო პარიზიდან რო გამოვედი თამაჯილდოეს თუ არა ეს კაცი რეკავს რო დაგირეკე დაბახუშები ხო მოყევი ეგ საინტერესო ხო ლევანიც იქ ამყავდა სხვა იქ დაგხვდა ესა არა არ დამხვდა ეს ჩვენი მეორე ჩემი მირონია იმანაც მესამე აიღო მსოფლიოს და ამის ახლობელი ყოფილა და მე მართლა არ ვიცი თან გამიხარდა ეხლა მიხარია რომ ქართველები ამერიკა მომილოცა დიდი ხანია შენი გაცნობა მინდა და ჩემპიონი ახლა ჩემთან უნდა ჩამოხვიდე წამოვარდეთ რა მე რა ვიცი ეხლა 300 კილომეტრი 6 საათი გზაში უნდა ვიყო 5 საათი შენ იქვე გონია მე მგონია იქვე მოვიდა ერთი ჩვენი ძმაკაცია მე და ნესტორის მაგარი კაცია ეს აზერბაიჯანელი რა და ის მოვიდა და რესტორანი დავკეტეო და აქ მეუთხარი კაც შევპირდი უნდა წავიდე მეთქი მე მგონია აქ რომ წოდრო და იქ წავიდოდი კაც დავწეს მანქანაში და დაკრიფა და 5 საათი 40 წუთია წერია დროს რა სიძახით მე რა 5 საათი და 40 წუთი თბილისში და რო გამოფრიდი 4 საათი 40 წუთი გავიდა 5 საათი გასულან წავიდე მე სადღაც საგარეჯო ჩავედი პატა რო ჩავედი იყო 2 საათი წუთი წარმღამე რა სიძა რაღა უნდა ვიქ დაღლილი ნანერვიულებელი ჯერ მაინტერესებს თელი რა ხდება ეხლა ვიცი რომ
საქართველოს გაუხარდა და იქ ჰოტელი ამ ტელეფონის დამიჯდა. ვერაფერს ვიძახი, საცა მოვედი. წელი გზა ვინერვიული რა. რა ხოდა თან ლევანებაც ამება გვერდში წავიდე თუნდაც ახლა წავსვლელი არ ვიყო. რომ მივედი ისე კი ღირდა რა. რომ მივედი ისეთი ხაშლამა დაყარა კაცმა. საფრანგეთში დედის სულს ვარ მართლა გამიკვირდა ისეთი. ღირდა რა ხაშლამის კუდი. ვიდუები დააწყო ყველანაირი, არა მაგარი ქართველი კაცი იყო. დალია თვითონ. დალია კი არა, რა ვიცი, მოუჭი ხარ, თურმე ცოლი ეჩხუბება რომ არ შეიძლება შეიდალევაო რაღაც რა შეიძლება ეს კაცი ჩვენთან ჩამოიდაო. ისე ეუბნება ფრანგულად. არა, კაცო, ცოლის ქართველი იყო. ესე 30 წელი თუ 20 წლის წინ წასულები ყოფილან. კარგი ვილა, კარგი, აი, ხო გეუბნები როგორ? არა, მაინც ეთყობოდა, მაინც იქაური. აჰა. ხო და კაი დრო ვატარეთ. არსია დარწყურია. მოკითხვა აქედან, მოკითხვა. მოკითხვა, კაცო. რა ერქვა? ეხლა დამავიწყდა რა. არა უშავს. გამახსენდება. ზოგადად მე რა არის? ვასილი ბატონი მოვიკითხოთ. ვასილი სუბრა ზულაგა გავსილი. მართლა გავსილი ხონდა, მოუსუფრა ეხლა 10 კაცი რო ორი ბაქარი წაველი დაადგები და სახში და ყველაფერი იმდენი ექნება. თან ხა ტანმორჩილი არავინ არის. ეს თვითონ იყო ტანმორჩილი თვითონ. ჩვენ რო აყვავოთ ვეღარ იგებდა მე რას ალაპარაკობდა ვეღარ. კაცი კომაჩა. ვეღარ აიცოდა რას იძახდა. მოვიკითხო კარგად. ისე ორი ნახევარზე ჩახვიდოდით, იქ რომელზე დამთავრდებოდა ეგ? იქიდან 7 საათზე ავდექით, ეს 6 საათზე ავდექით სუფრიდან. 2 საათი დავიძე, წამოველთ ისე და ის გავაგზელებ ბიჭების გვერდში დგომარ. თან ხო უფრო სიმწვრთნელი ვარ და კი გვერდში. კი ბატონო, სადღაც საგარეჯოს ისე რომ პარიზში ვიყავი მაგრად. ჩავედი დარბაზში, სასტუმროდან დარბაზში, დარბაზიდან სახლში, სახლიდან დარბაზში და მერე თბილისში. არც ეიფელის კოშკი ვნახე, ვერც ვერაფერი ვერ ვნახე. კიდე კაი ადრე მქონდა ნანახი რა. სამაგერო წამოიღე ყველაფერი. რა წამოსაღები. მე რას ვიცი, კაი კარგად. რა ოქრო წამოვიღეთ, პატაო. 2500 კაციდან 23 მედალი წამოვიღეთ. რა ოქრო წამოვიღეთ, ზმაო და იმ ბიჭებს შემოევლო ჩემი თავი. აქედან თუ ყველას ვერ ჩამოვთვლი, მაგრამ მიულოთ. აუცილებლად უნდა მიულოთ. ადრე ეხა უკარო გადავახვიოთ და შევადაროთ. ცხვარზე და 20-ზე უფრო მეტი გაქვს დაჭიდავები თუ მედალზე. ცხვარზე და ადრე ცხვარებს რო ვიგებდი? იგებდი, ხო? რო ვიგებდი, აი სანამ მანქანებზე გადავიდოდი. ცხვარი რომ მომწეს ერთხელ ახალი ნაყიდი მქონდა მანქანა, უბრალოდ ნაჩუქარი და ამას მანქანაში ვერ ჩავი, რომელი ხარ თეთრი ჩემბარეთში კიდე ვიღაცა გადაუგდა ეგრე. ცხვარი წაიღეს. ხო და იმ კაც დაეცა და ვერ არის კარგად. არა, კარგად არის კახელი. აი, 1.30 ცხვარი ხო გაქვს მოგებული? რა 20. მეტი? რა სიძახი. მე რო ეხლა რა 20-ზე 8-9 წელი ქართული ჭიდაობა არ წამიგია საქართველოს 8 გზის რეკორდსმენი ვარ. მე რომ მაგდროს რა რო დამეთვალა რა ცხრა. კაი ფარაშე მილიონერი წაუყოფილი. ისე აი ის ხარი ყველა რო შეგენა ხახა შირაკელდარის საზოვრებზე იქნებოდა. და უყურებელს რა გვია ფარას. კიდე კაი რო შეგეძლო შევადაჭამათორი ამ მედალზე რაღაც წახვიდოდი. არა აი სახარ აი არ მოინდომე თორე ცხვარი არაფერი, მაგრამ აი ეს გუდები უნდა მოგეგროვებინა ტყავისგან. ტყავისა რა? აბა, რო ეხლა ხო იცი სელოფანის პარკში აკეთები. აბაბეჯო. ეხლა ი გუდა როგორი კაი. არა, აკეთებენ, მაგ გუდაშიც აკეთებენ. ეს არმაცები აკეთებენ სელოფანის პარკში. გუდაში ვიც აკეთებენ. მოკლედ დაახლოებით რა პერიოდში გიწევს მე-10-ზე წასვლა? ზუსტად 1 წელის შემდეგ. და სად ტარდება? არ გამოუცხადებია თითქოს. იტყვია, რა კამდე აცხადებდნენ ხოლმე და რა ვიცი ახლა არ ვიცი სად. სადაც არ უნდა იყოს. შეიძლება შენ არ გაგაგებინო. სადაც არ უნდა იყოს. ეს მოვიშორენთო. იმასინოა, ხო იცი? მაცივარი, ჩუბად რო ვრეკავ. ალექსის არ ვეუბნები. აგერ ვატარებ ჩუბად.
მიახრი მარტო ორი ქვეყანა მონაწილეობა. შეგენაცვალე. მანამდე იქნება ალბათ აქ რამე შეჯიბრებები. არა, ევროპაა მანამდე, კაცო, მანამდე ისევ საფრანგეთშია ევროპა, მაისში. ევროპა, მე აქ არის თბილისშია ევროპის თასი. არის, შეჯიბრებები არის. ვარჯიშს რა თქმა უნდა. რა თქმა უნდა. აგრძელებ ერთი კვირა დავისვენებ და გავაგზელებ. და პირობა ძალაში რჩება. დავისთავად. ჩვენთან ხარ. რა თქმა უნდა, აუცილებლად. თქვენ არ გიღალათ ეს კაცოთიანე. მოკლედ ჩემო ძილფასებო, ჩვენი დღევანდელი გადაცემის სტუმარი იყო 9 გზის მსოფლიო ჩემპიონი. მოდიში სანამ დაამთავროთ რა. თუ გინდა ახლა თავიდან შემოვიდეს. ეს და ბარე 1000 ჩავწეროთ. მე რო ვერ შეგეკნება მოლეული. შეგენაცვალე ჩვენი სტუმარი საქართველოს პალავანი ჩვენი გმირი ალექს დავითაშვილი. კიდევ ერთხელ აპლოდისმენტები. შეგენაცვალე. დღეისთვის სულ ეს იყო ჩემო ძვირფასებო, ვფიქრობ რომ საინტერესო გადაცემა გამოგვივიდა, თუმცა ამით არაფერი არ დამთავრებულა. დიახ, სანამ საბოლოოდ დავიმშვიდობებოდეთ ჩვენ მაყურებელს ერთი კარგი პრემიერის შესახებ უნდა უთხრათ. კი ჩვენი თვის ყველასთვის და უკვე თქვენთვის ძალიან ნაცნობი ადამიანი მომღერალი ბერიკა ჯაჯანიძე. კი ბატონო, პრემიერას გიტევთ მისი სიმღერის, რომელიც სოციალურ ქსელში უკვე გავარდა და სატელევიზიო პრემიერას შედგება. სიმღერის ავტორი გახლავთ ლადო კუჭუხიძე და ნუკრი კარკაძე და მუსიკას რაც შეეხება ლადო კუჭუხიძეს და ირაკლი დიდიას ეკუთვნის. და იდეის ავტორიც ლადო კუჭუხიძე ყოფილა. მოკლედ, გიტოვებთ სიმღერის პრემიერას. რაც არ უნდა გამემუტო მე მაინც შენ მიყვარა ხარ წამო ჩემთან დამიამე და რადი დაიარა თორემ ჩემო მზევდა მთვარე ცხოვრებამ ჩაიარა ვერ დავთვალე სიყვარულზე იმდენი ვიმღერე ჩემ თავს ვერ უშველე მაგრამ სხვა ვაგვედნიერე სიყვარულში არასოდეს სიყვალი არ მქონდა ვინც კი გოგო გავიცანი ყველა გამითხოდა სიყვარულში არასოდეს სიყვალი არ მქონდა ვინც კი გოგო გავიცანი ყველა გამითხოდა დარადიანი მე ბედის ანაბარა იქნებ ვინმეს მოგრათვალი ან ჰომით ხრასან არა ცოტა მაინც დამიამოს დარადი დაიარა თორემ მასე ხედიანში ცხოვრებამ ჩაიარა ვერ დავთვალე სიყვარულზე იმდენი ვიმღერე ჩემ თავს ვერ უშველე მაგრამ სხვა ვაგვედნიერე სიყვარულში არასოდეს სიყვალი არ მქონდა ვინც კი გოგო გავიცანი ყველა გამითხოდა სიყვარულში არასოდეს სიყვალი არ მქონდა ვინც კი გოგო გავიცანი ყველა გამითხოდა დამიამოს დარადი დაიარა თორემ მასე ხედიანში ცხოვრებამ ჩაიარა ვერ დავთვალე სიყვარულზე იმდენი ვიმღერე ჩემ თავს ვერ უშველე მაგრამ სხვა ვაგვედნიერე სიყვარულში არასოდეს სიყვალი არ მქონდა ვინც კი გოგო გავიცანი ყველა გამითხოდა ვერ დავთვალე სიყვარულზე იმდენი ვიმღერე ჩემ თავს ვერ უშველე მაგრამ სხვა ვაგვედნიერე სიყვარულში არასოდეს სიყვალი არ მქონდა ვინც კი გოგო გავიცანი ყველა გამითხოდა სიყვარულში არასოდეს სიყვალი არ მქონდა ვინც კი გოგო გავიცანი ყველა გამითხოდა